დაწერია დღეს საქართველოში და არის მეორე დოკუმენტი რისკები, რეალური რისკები საქართველოში. ეს არის ბოლო 3 წლის განმავლობაში გაკეთებული ჩვენს მიერ შესრულებული ანალიტიკური მასალა 17 ტომია სულ, რაც საბოლოოდ აი ამ ერთ ტომში ჩამოყალიბდა. მე ვერ გეტყვით, რომ ვინმე თქვა ის, რაც არ გვითქვამ ჩვენ. აი ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი ჩემთვის. და უნდა გითხრათ, რომ 20%-იან ათქვამ იმისა, რაც ამ დოკუმენტებში დევს. ანუ მდგომარეობა იმაზე გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ამას ან პარლამენტში ლაპარაკობენ, ან მოსახლეობა საუბრობს, ან ჟურნალისტები. მე ვეყრდნობი ანალიზს, მე ვეყრდნობი მეცნიერთა დასკვნებს, მე ვეყრდნობი იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ თავის დროზე ვიყავით იმპიჩმენტის მომხრე და მაშინ ძალიან სერიოზული დოკუმენტი ჩამოვაყალიბეთ ევროპელი ექსპერტებთან ერთად და ამ რო დაგვერწმუნებია ევროპელი ექსპერტები, რომ ჩვენ მართალი ვართ, გავაკეთეთ სწორედ ეს სერიოზული ანალიზები. მე ძალიან მწუხარ, რომ პარტიები საერთოდ დღეს არიან ანალიზების პროგრამების გარეშე. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენ გვაქვს ანალიზი დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ვიცით ქვეყნის პოტენციალი და გვაქვს პროგრამა, რომლითაც შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში ეს პოტენციალი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს შესავლის სახით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას. მდგომარეობა რთულია, მარტივი არ არის. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ როგორადაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა, ეს ნებისმიერი მოქალაქისათვის არის შეურაცხყოფელი. ნებისმიერი მოქალაქე იქნებოდა შეურაცხყოფელი, რომ ასე მოქცეულიყო თვითონ, საკუთარ თავს მიაყენებდა შეურაცხყოფას. მე გეტყვით ბოლო პერიოდის განცხადებას. აი გუშინ ბრიუსელში გამოსვლისას თქვა ასეთი რამ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი და ყველაზე კორუმპირებული. მე ვერ გეტყვით, რომ დღეს საქართველოში არსებობდეს ადამიანი, ვინც ოდნავ აზროვნებს, ამით შეურაცხყოფილი არ არისო. ჩვენ თურქმენეთზე, ტაჯიკეთზე, ზეგი უზბეკეთზე, ყაზახეთზე და ყველა ქვეყანაზე ჩამორჩენილი ყოფილვართ და ყველაზე კორუმპირებული და თურმე ამის გამო მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ. მე გითხარით უკვე დღეს მდგომარეობა როგორია, ეს არ არის უბრალოდ ორხელისუფლებიანობა. ეგ არის კამისთვის ბრძოლა, რასაც ამბობს ოპოზიცია, მესმის, რასაც ამბობენ მათი, მაგრამ მე მას ანალიზს არ ვაკეთებ, რასაც ამბობს ხელისუფლება დღეს, რომ ჩვენ ამ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ, ესეც მესმის, მაგრამ გავიდეთ ხალხში და ვთქვათ, რომ ხელისუფლება იმ დაკვეთას, რომელიც მის არჩევნების დროს იმ ზომით და იმ დოზით ვერ აკეთებს, როგორადაც დაპირდა ხალხს, თუნდაც სამართლიანობის აღდგენას, მე ესეც დაბეჭდილება დამჭა, რომ შეშინდნენ, ცოტა დასავლეთის შეფასებები როგორიც გაკეთდა და ძალიან ბევრი მხარდაჭერი გამოუჩნდა ამ ხელისუფლებას. მე მგონია, რომ დასავლეთში ძალიან ბევრს აშინებს პოლიტიკურად მოლაპარაკე, ანუ თავისუფლად მოლაპარაკე სააკაშვილი, იმიტომ რომ მას შეუძლია ბევრი რამ თქვას და თუნდაც ცხინვალის ომი როგორ დაიწყო. ამიტომ დღეს ამერიკაში ბევრი ვინმე და დასავლეთში უნდა ეფეროს სააკაშვილს, რომ არ თქვას როგორ დაიწყო ცხინვალის ომი. ვინც სააკაშვილს იცნობს, ვინც სააკაშვილს იცნობს და მე ვიცნობ კარგად და ვიცი ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ომის დამწყები არ იყო, ანუ მას ომი დააწყებინეს და დღეს არავის არ აწყობს ითქვას, ვინ დააწყებინა და რატომ და მეორე 20 მილიარდი ეს არის თანხა, რომელიც შევარდნაძე მითხრა 2003 წელს, როცა კონფერენციას ვატარებდით ქუთაისში, რომ ამერიკაში მითხრესო 20 მილიარდი დოლარი გამოვაგზავნეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დახმარების სახით, არასახელისუფლებო დახმარების სახით საქართველოსშია. მე ვერ გეტყვით, რომ 20 ლარი იქნა გამოყენებული საქართველოსათვის. მე ვარ იმის მომსწრე თვითონ, როდესაც ბევრი ვინმე გთავაზობდა და გეუბნებოდა, რომ კი ბატონო, დიდ თანხას მიიღებ, მაგრამ 30% უნდა დაბრუნდეს უკან. დღეს არ აწყობს ის ხელისუფალი და ამ შემთხვევაში სააკაშვილი მოლაპარაკე, რომელიც იტყვის, რომ ეს თანხა, რომელიც მოვიდა, სად წავიდა და სად დაიხარჯა. საქართველოს მოსახლეობას რომ არ უნახავს, დაახლოებით 30 მილიარდია უკვე რაც შემოვიდა საქართველოში 1992 წლიდან და ეს ფული საქართველოს მოსახლეობას არ უნახავს, ეს არის ფაქტი. ჩემი პოზიცია ასეთია, უნდა აღდგეს სამართლიანობა. არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. ვინც დაიხევს უკან იმის გამო, რომ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ დასაჭერი არ დაიჭიროთ, ეს იქნება დიდი შეცდომა, მაგრამ ვინც დაუშვებს იმას, რომ ვინც არ არის დასაჭერი დაიჭირონ, ესეც იქნება დიდი შეცდომა. სამართლიანობა აუცილებელია. მე ვამბობ, რომ სიბრძნე, შეიძლება სიბრძნე არ იყოს სამართლიანი, მაგრამ სამართლიანობა ეს ისეთი რამეა, რომლის გარეშეც საქართველოს მომავალი არ აქვს. მე რაღაცეჩი დაბეჭდილება მრჩება, რომ როცა თქვენ კითხვას მისვამთ, მე პასუხობთ ასე, რომ რისთვის უნდა გასამართლდეს ხელისუფლება. სამ რამეზე ვსაუბრობ მე, რაც დღეს აუცილებლად გადასაწყვეტია. სამი რამ, პირველი, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები. მე არ მესმის, რატო არ დგება ამის აუცილებლობა ქვეყანაში. რომ რაც არ უნდა სიმართლე ვილაპარაკოთ ჩვენ,
აუცილებელია მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები. ჩვენ ვამბობთ 17 ტომით და აი მასალებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მზად ვარ დავჯდეთ ყველასთან და უთხრათ. აი ციფრები, აი ანალიზი. სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა აყვავდა. ჩვენ ვამბობთ და მეცნიერები ამბობენ, რომ ქვეყანა დაიქცა, დაინგრა. რომელია მართალი? ხომ არ შეიძლება რომ სააკაშვილის მართალი იყოს და ჩვენც მართალი ვიყოთ. სააკაშვილამდე აყვავებული იყო ქვეყანა და დაიქცა თქვენ. არა. ლაპარაკი არის იმაზე, რომ საუბარი არის არა იმაზე, რომ აყვავებული იყო ქვეყანა. სააკაშვილი ამბობს, მე ავაყვავე ქვეყანა. და მე გეუბნებით თქვენ, რომ საქართველოს როგორიც იყო, იმაზე უარესია და არ ვამბობ, რომ აყვავებული იყო. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ვინმე ააყვავა, არა ააყვავა. მე თქვენ ვისაც ჯერა ის, რომ სააკაშვილმა ააყვავა ქვეყანა, ამდენი მილიარდი ვალი აიღო და მე გთხოვთ თქვენ, რომ დაიწყეთ გამოკვლევა, ამლელი ავტობანი რომ შენდება. ადამიანი, რომელიც ამბობდა ვალონი, რომელიც არის საფრანგეთის აკადემიის წევრი, იტალიაში ცხოვრობს, 5 მილიარდით მოდიოდა სესხი გააფორმა, ჩამოვიდა, ხელშეკრულება გაფორმებულია, სადაც ხელს აწერს ერთ მხარეს ჟვანია და მეორე მხარეს ვალონი, ის თავის ფულით აკეთებდა ამას ყველაფერს, გააგდეს და დღეს და 2007 თუ 2008 წელს დასრულებული უნდა იყოს, ყოფილიყო უკვე აფხაზეთის ბოლომდე, აჭარის ბოლომდე. გორში ვარ ჩასული და გვეტრაბახებიან ამით. მე გეუბნებით, რომ საერთოდ რაც დაუშვა მოქალაქეთა კავშირმა, წაართვა ხალხს, რომ დაუბრუნა ნაციონალურ მოძრაობა მოსვლის შემდგომ, ამით იტრაბახა. ის რომ თქვათ, ნახეთ, გამამტყუნეთ 2007 წლის დასაწყისამდე, რაც იყო პენსია, ერთი დღე არ აგვიანდებოდა. არ შეცვლილა მოქალაქეთა კავშირის დროს პენსიის მოცულობა, იგივე დარჩა, რაც 2006 წელში იყო. მაგრამ როგორც კი მოვიდნენ მოქალაქეთა კავშირის მინისტრები, ფინანსთა მინისტრები, იმ წუთშივე დაიწყო პენსიის არ დარიგება, დაიწყო უშუქობა, დაიწყო ბევრი სხვა რამ. ვიმეორებ, თქვენ ნახეთ, ანალიზი აქ არის, არ გაზრდილა შუქის წარმოება ქვეყანაში და შემოსვლა გარედან. მაშინ როგორ გვაქვს შუქი? არ გაზრდილა ძალიან ბევრი რამ. საქართველოში ბიუჯეტი გაიზარდა იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიზარდა ქვეყნის გარედან შემოსული პროდუქციის მოცულობა. ბიუჯეტი გაიზარდა იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიზარდა მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულის მოცულობა. ნახეთ, რა სიხდიდნენ თქვენი ოჯახები, ჩემი ოჯახი, თქვათ აი ნაციონალური მოძრაობის მოსვლამდე რა სიხდიდნენ, თქვათ ელექტროენერგიის გადასახადს, გაზის გადასახადს. ქუთაისში ეხვეწებოდნენ 5 ლარი გადაახტევინეთ ხალხს და შუქი გექნებათ მუდმივად ენერგეტიკოსები. მოქალაქეთა კავშირი სწორედ და გახსოვთ, რომ გამორთეს მთელი დასავლეთ საქართველო, არა? მე გეუბნებით, რომ ეს იყო შეგნებულად, პროგრამა იყო დაწერილი საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი. და ეს არ არის მარტო საქართველო. და ეს არის მართლმადიდებელი ქვეყნების მიმართ. მე გეუბნებით, რომ დაწერილი იყო პროგრამა ასეთი, მე შევარდნაძის დროს ვეუბნებოდი შევარდნაძეს, რომ ქვეყანა დაემშიათ და დაეუზლურებიათ, რომ ადვილად ემართათ. შევარდნაძის დროს დაამშიეს და დააუზლურეს, რომ სააკაშვილის დროს ადვილად ემართათ. და ეს არის რეალობა. არაფერი ქვეყანაში არ შეცვლილა. თქვენ ვერ მეტყვით, რომ რაიმე ეკონომიკა წავიდა წინ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ გაიზარდა მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულის მოცულობა. დღეს საქართველოს რაც უშლის ხელს. რა უშლის ხელს? სამი რამ, აქაც სამ რამეზე ვსვამ. მე გითხარით, რომ პირველი არის, რომ უცხოელი ექსპერტები მოვიწვიოთ, მეორე არის, რომ ჩვენ სწორედ არა ხელისუფლებამ, არამედ ხალხის მიერ, თუნდაც ყველა ტელევიზიამ ერთი თავისი პიროვნება დაასახელოს იმ სასამართლოში, რომელიც იქნება ხალხის სასამართლო. რამდენის ტელევიზიაც არის, რამდენის სააგენტოა, ესე იგი გაზეთია, შეთანხმება შეიძლება ამისი, არავინ არ უნდა იყოს, ამას არავინ არ უნდა დაასახელოს, ვინ იქნება ეს ხალხი. მოდით გავაკეთოთ სახალხო სასამართლო, ოღონდ თქვა პირველი არხი ერთ ასახელებს კანდიდატს, მეორე, მესამე და მოვილაპარაკოთ, როგორი მექანიზმი იქნება. შეიძლება რაღაც კონსენსუსითაც კი წავიდეს ამის ისე. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა სასამართლო შედგეს მოკავშირის, აღორძინების და დამოუკიდებელ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის. მე ვარ, სხვა ვარ, ყველა უნდა გასამართლდეს. ნებისმიერი. ჩვენ ვლაპარაკობთ სასამართლოზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იმპიჩმენტი უნდა შედგეს. როდესაც თქვა ხედავ აგე რომ საქართველოს მოსახლეობის 1,5 მილიონი მოკავშირისა და მოკავშირისა და ნაციონალური მოძრაობის დროს გავიდა ქვეყნის გარეთ. თქვენ ახლა მოკავშირის სააკაშვილი რომ არასახელებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ იყო თქვა პასუხისმგებელი არ არის იმ პერიოდზე. მე დღეს თემურ შაშიაშვილი გეუბნებით, რომ ერთ ღონისძიებას არ ვარ დანაცვლები მოქალაქეთა კავშირის. არასდროს მისი წევრი არ ყოფილვარ. შევარდნაძე მეხვეწებოდა, სააკაშვილი მეხვეწებოდა, შემოდი მოქალაქეთა კავშირში. ბოლო ჯორბენაძე მითხრა, რომ ერთად მართოთ. მე ვთქვი, რომ არა, მაღალ ჩინოსანის ყოფნა, დღეს ძალიან ბევრი მაღალ ჩინოსანი შევარდნაძის დროს და ამ დროს ესე იგი გაფუჭდა და მე რო ყოფილიყავი მინისტრი და ყოფილიყავი თქვა თავრობის წევრი, მე გარწმუნებ თქვენ, რომ
მე ან გადავდგება, ან ვერ ავიტანდი ამას. მე უბრალოდ შეწუხებული დავრჩი, როდესაც ბატონ მენაღარაშვილი შევხვდი 2013 წლის შემდგომ და შევხვდი რამდენიმე მინისტრს და მე ვუთხარი რომ მე მეგონა რომ თქვენ შევარნაძესთან საუბრობდით ამას და მენაღარაშვილმა რომ მითხრა რომ მე ამაზე არ ვლაპარაკობდი და ყველა მე ვიყავი ქუთაისში და დავსდებდი იმას რომ თქვათ რაღაც მოწესრიგებულიყო ადამიანების ამის ისა იმერეთში და იყო ურთულესი და ვიმეორებ რომ მე ვიყავი პიროვნება რომლის მიმართაც ძალიან მძიმე განწყობა ჰქონდა მოქალაქეთა კავშირს მე არ ვლაპარაკობ იმ საეჭვო ორ ავარიაზე რომელშიც მე აღმოჩნდი მე აღარ ვლაპარაკობ ამაზე დღემდე არ არის სააკაშვილის თხოვე პირადად რომ მოვიდა მინისტრი რომ უთხარი დამირეკა კაცმა დაურეკა მძღოლს ხაშურში რომ ტელეფონმა ჯეოსელზე და გვეუბნები რომ მოვიდა ჩემს ანახავად ჩემს მეუღლესთან ერთად სწავლობდა სკოლაში და მეგობრებთან რამდენი პიროვნებასთან ერთად მოვიდა და მე ვთხარი რომ აი გამიგეთ რომელი ნომერი ტელეფონიდან დაირეკა იმიტომ რომ მე ვთვლიდი რომ ეს იყო ის მანქანა რომელმაც ჩვენ გადაგვაგდო მცხეთის შემოსასვლელში და დღემდე აი თქვენს მოგმართავთ ხოლმე რა პრობლემაა რომ გაირკვეს რომელი ნომერი ტელეფონიდან დაირეკა დღემდე არ არის გარკვეული მე არ მინდა ამ საეჭვო იმას შევდგე მე მინდა გითხრათ რომ მე არ ვიყავი თბილისში მე 92 წლის შემდგომ მე თბილისში ხელისუფლებაში არ ყოფილი ვარ მე ვიყავი ქალაქში და რეგიონში სადაც წადით და კითხეთ შეიძლება 20-30% ძალიან უკმაყოფილო იყოს მაგრამ ყველა ხედავდა რომ მე არც დაცვით დავდიოდი ცხოვრობდი ისე როგორც ცხოვრობდა საქართველოს თუ ვინმე იტყვის რომ ჩემი მეუღლე ან ოჯახი სარგებლობდა მანქანით ან მოსამსახურე ვყავდა ან რაღაც მე მზადა ვარ რომ დავტოვო საერთოდ ყველაფერი ანუ ცხოვრობდი იმ ცხოვრობით რომელთაც ცხოვრობდა საქართველოს და ქართველი ხალხი ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისინი ვინც გაყოღოჩდნენ მე გითხარით რომ ეს უნდა იმპიჩმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ოცავ ლაპარაკობ რომ რა უშლის ხელს ქვეყანას დღეს ქვეყანას უშლის აქვს კარგი პროგრამა და ეს არ არის მარტო ბატონი ბიძინაევანიშვილის მიერ დაწერილი პროგრამა ეს არის მეცნიერების ჯგუფები რომ შეიქმნა დაწერეს რომ ჭკვიანურად გააკეთა ეს ბატონმა ბიძინამ შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფები ჩამოაყალიბეს მან ყველა 10 თუ 15 გვერდზე დაწერა თავისი პროგრამა დაჯდნენ შემდგომ სერიოზული ექსპერტები საქართველოში და უცხოელი და დაწერეს პროგრამა რომლითაც გამოვიდა ესე იგი ქართული ოცნება მე ვამბობ ხმამაღლა ქართულ ოცნებაში არაფასებენ იმ პროგრამას ისე კარგად როგორც მე თემურ შაშიაშვილი ვაფასებ და ვამბობ ეს არის უნიკალური პროგრამა რომლის მსგავსი საქართველოს არ ქონია არც ერთ პარტიას არ აქვს და ძალიან კარგახანს არ ექნება სრულ შესაბამისობაში ამიტომ მოვედი ამ დოკუმენტებით ჩვენს პროგრამებთან მე ვამბობ რომ რომ ესე იგი ოცნება რომ მიატოვოს ეს პროგრამა მე ვიქნები გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოვკიდო ხელი და ვთქვა რომ ეს არის საქართველოს განვითარების პროგრამა და ეს არის საქართველოს მომავლის პროგრამა რა უშლის მაშინ ამას ხელს ამას უშლის სამი რამ პირველი ჩასაფრება და ჩასაფრებული მეორე ესე იგი გაყოყოჩება და გაყოყოჩებული მესამე გაბოროტება და გაბოროტებული ჩასაბრებულია ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი გაყოყოჩებულია ძალიან ბევრი რომელიც მოხდა ხელისუფლებაში და ბატონი ბიძინას გვერდით არის გაყოყოჩებულია და ესე იგი ძალიან ბევრი პიროვნება არის გაყოყოჩებული ისე ერთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს ის კი არ არის მარტო მთავარი რომ ესე იგი რაც საჭიროა ის თქვა რაც საჭირო არ არის ის თქვა მე გეუბნებით რომ ძალიან მოკლე ხანში მინდა გავიდეს 90 დღე გავიდეს რაღაც გარკვეული დღე 100 დღე და ძალიან ბევრი პიროვნება რომელიც ვერ გძნობს რომ რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა თუმცა მე ვამბობ რომ ასეთი პროფესიონალური და ასეთი წესიერი თავრობა საქართველოს არ ყოლია მე არ გეუბნებით რომ იდეალურია მე არ გეუბნებით რომ გადასარევია მე გეუბნებით იმ თავრობებთან შედარებით რომელიც გქონდა ჩვენ მე შემიძლია დაგისახელოთ ქალბატონი თია წულუკიანი იქნება ეს პროკურორი იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება ძალიან ბევრი ეკონომიკურ სფეროში ფინანსთა სფეროში ბატონი ხადური სხვები და სხვები ჩემთვის ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო საქართველოსთვის მე ვთვლი რომ ესენი პიროვნებები არიან ხელისუფლებაში მაგრამ არიან ის ადამიანები თუ ამ თავრობის წევრებმა და თვითონ ბატონმა ბიძინამ არ უთხრა უარი და ბატონმა ბიძინამ არ გაიხსენა ის როგორადაც ზოგჯერ ოღალატონდნენ როგორადაც იქცეოდა მე მახსოვს ეს იმერეთში როგორადაც აკეთებდა და არიან ადამიანები რომლებიც მისი ახლობლები იყვნენ და დაიჭირენ დასაჭერია ბევრი უკვე მისის გირგვლივ ვინც ტრიალებდა და ეს საკითხები სერიოზულია და ხალხი ხედავს ამას იწერება ძალიან ბევრ რამე ზოგი ტელევიზიას ეხება ზოგი იმას ეხება ზოგი იმას ეხება ზოგი იმას ეხება გაფლანგებულია ფული მე მინდა რომ ბატონი ბიძინაევანიშვილი იყოს ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია მე არ მაინტერესებს როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემთან ეხლა კარგი დამოკიდებულება რომ არა აქვს და თბილი ამას მეც გზნობ და თქვენს გზნობთ მაგრამ მე უბრუნებ მას სითფოთი და ვეუბნები რომ პროგრამა აქვს გადასარევი
შეძელი შეუძლებელი ერთ წელიწადში რაც წარმოუდგენელი იყო თითქმის, მაგრამ ნუ დაივიწყებ 26 მაისი მოგეხმარა ამაში და თუნდაც 7 ნოემბერი და ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ის რომ თქვა დღეს უფრო გაბედული და უფრო ესე იგი ძლიერი მოქმედებაა საჭირო. აი ეს რეალობაა. მე გითხარით რომ ჩასაფრებული არის ხელისუფლება და სააკაშვილი. ესე გაბოროტებული ეს არის ძალიან ბევრი გაყოყოჩებულია მესული და გაბოროტებული ვინ არის? გაბოროტებულია დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ მოხვდა ხელისუფლებაში და აი გუშინ წინ მოვლენ და გეტყვიან, აი თქვენ რომ არ იქნებით თანამდებობაზე, ვეუბნები რომ ვისაც დღეს თანამდებობა უნდა ამ ქვეყანაში გიჟი უნდა იყოს. დღეს უნდა შეგეხვეწონ, რომ თანამდებობაზე უნდა მიხვიდე. მე ეს ანალიზი მალაპარაკებს ამას. აი დღეს საქართველოში ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. მე ყველას ვეუბნები, ვინც იცავს სააკაშვილის, მას ვეუბნები, რომ წაიკითხეთ ეს ანალიზი არის გაკეთებული თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის ციფრებით და ვინც ლაპარაკობს და აქებს ადიდებს და რაღაც იმაშვება ბატონო ბიძინას მე ვეუბნები რომ ამ ანალიზით იმოქმედეთ. მე არავის არ ვახევთ აზე, ეს არ არის ერთი კაცის ანალიზი, ეს არის მეცნიერთა სერიოზული მეცნიერთა ანალიზი. მე ეს განწყობა მაქვს, მე ეს დამოკიდებულება მაქვს. დღეს თუ მკითხავს ვინმე ვინ რატო უნდა დაიჭირონ, მე გასამართლებას ვამბობ ასეთი რამესთვის, რომ მესმის მე დღეს პროკურორის შევაკეთე და მესმის რომ ძალიან ადვილია უცბად დაიჭირო ადამიანი თავში ჩაარტყაო ამის გამო. ძალიან ადვილია. ძალიან ძნელია დღეს ადამიანი დაიჭირო შენ ის ქთამი. ეს მოვა. მაგრამ ხალხი არ ითმენს ამას. მე მესმის ეს, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, ვინც ვიცი ეს გამოცდილება და სწორი ეს სოფლიო პრაქტიკა არის, რომ ძალიან დიდ დამნაშავეებს გარეთ რო არ იყვნენ, იჭერენ პატარა საქმისთვის, რომ ნელ-ნელა მიადგნენ იმ დიდს. ეს რეალურია და სწორია, მაგრამ ხალხი არ ითვალისწინებს ამას, მაგრამ მე ამაში ვარავის ვერ ვაკრიტიკებ. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ანალიზი, რომლის დასკვნა არის, რომ მოკავშირე აღორძინების დაცმოძრაობა და წინა ხელისუფლება მოკავშირე აღორძინების გარდა არავინ არ ყოფილა. შეერთებული სინთეზი იყო, ვთქვათ, აი ისე მოკავშირისა და აღორძინების დაცმოძრაობა ეს იყო. მე ვერ გეტყვით, რომ იქ 90% არიან ყოფილი ან ამღორძინებლები და არ ყოფილი მოკავშირის წევრები. თვითონ გენერალური მდივანი გახდათ მოკავშირის, რომელსაც მალავს თავის ბიოგრაფიაში, არ ვიცი რატო უნდა დამალოს ეს, როდესაც ვთქვათ, იყო იქ და მოკავშირე და მეორე კაცი იყო და მე ამ დღეებში ვთქვი, რომ ქუთაისში რა განაწილებული იყო საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები სააკაშვილი აწერდა იმას ხელს და ამ დოკუმენტებს გამოაქვეყნებთ ჩვენ ახლა მე ქალაქის მერი ვიყავი და ის ესე იგი პიროვნებას საერთოდ მილიონების ქონება ჩაუგდეს ხელში არაფრად სააკაშვილის ხელმოწერით ახლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე პასუხს თხოვენ დღეს აი თქვენს მომთხოვეთ მითხეთ ხო იყავითო და აი პატარა ატელიე რა იყო მე დოკუმენტებს დავდე რომ სააკაშვილი აძლევდა როგორც კომიტეტის თავმჯდომარე და მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი რომ ეს ატელიე ეკუთვნის ამასო ხან სააკაშვილი აწერდა ხელს და ხან ხაზარაძე ორივენი ერთმანეთს თვლიდან ან ორივენი ერთდროულად ერთ დღეს აძლევდნენ ერთ და იგივე დოკუმენტს ესე იგი ვიტალი ხაზარაძე და მიხეილ სააკაშვილი აწერდნენ ამ დოკუმენტებს ხელს თქვენ წარმოიდგინეთ ატელიეს განაწილებაზე ქუთაისში და მე მეუბნებიან დღეს თქვენ ქალაქის გერი იყავით და მაღალჩინოსანი იყავით პოლიცია შენ არ გემორჩილება პროკურორი შენ არ გემორჩილება ესე იგი პრივატიზაციის მინისტრი დამოუკიდებელია ნახეთ თქვენ პრივატიზაციის რომელიმე მინისტრი გინახავთ პასუხისგებაში მიცემული ყველაზე დიდი უბედურება საქართველოს მოუტანა პრივატიზაციის ის სისტემა რომელიც შემოიღეს ყველა მინისტრი პრივატიზაციის დაწინაურებულია ან პრივატიზაციის სამსახურის მუშაკები ყველაზე კარგ მდგომარეობაში გრძნობენ თავს რატომ ვის იმას ასრულებდნენ ესენი მარტივ რამეს გეუბნებით ავტოქარხანა სატრაქტორო ქარხანა გაკიდა შევარდნაძემ ესე იგი ჯერ მივაღებინე დოკუმენტი რა არ უნდა გაეყიდა გაკიდა ესე იგი კაპიკებში გაკიდა ის სადაც 200-300 მილიონი დოლარი ჯართი ეწყო და მე გუბერნატორმა უჩივლე შევარდნაძეს და სასამართლოში შევარდნაძეს ყავდა თავისი ადვოკატი და მე გუბერნატორს ყავდა ჩემი ადვოკატი და მოვიგე სასამართლოში შევარდნაძის დროს მოვიდა ეს ხელისუფლება და ვამტკიცებდი რომ ონიანმა იყიდა ეს ყველაფერი თქო და აგერ არის გაზეთები ნახეთ დღეს ძალიან ადვილია ბევრი პოლიტიკოსი რომელს მე ხო ვამბობდი მე ვამბობ მე ვწერდი ამას თავრობის ხდომაზე გამოვდიოდი გვარი ონიანი სააკაშვილს არ უხსენებია 2003 წლის 2004 წლამდე ვიდრე ესპანეთში არ შეექმნა ცუდად საქმე მე თავრობის ხდომაზე სადაც იჯდა სააკაშვილი იქ ვამბობდი რომ როგორ გააპარპაშეთ ამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ თქვენ ონიანი და ვასაბუთებდი იმას რომ საავტომობილო ქარხანა და სატრაქტორო ქარხანა ონიანმა იყიდა როგორც კი მე გადავდექი თანამდებობიდან 2 თვის განმავლობაში ის რაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოუგე შევარდნაძის ძმისშვილებს და სააკაშვილის მეგობრებს ამის უკან იდგნენ ბეჟუაშვილიც ამის უკან იდგა მერაბ სამადაშვილის და ყველანი რომ მოუგე როგორც კი მე აღარ ვიყავი გუბერნატორი მე წამაგებინეს და სახში ლუსტრა დამიყადაღეს
იმის გამო რომ 1.5 მილიონი მოგებული მქონდა რომლითაც პირდაპირ სასამართლოში შეგიძლიათ ნახოთ ქუთაისის სასამართლოში შეტანილი ჩემი განცხადება რომ მე ვამბობდი რომ 1.5 მილიონი რომელსაც მივიღებ მე ამისათვის გადავხურავთ ბაგრატს და ბაგრატი იხურებოდა სულ სხვა პროექტით, ორი პროექტი იყო იქ, ჩვენი პროექტით არის დახურული დღესაც, მაგრამ ის პროექტი რომელიც ყველაზე მეტად დაიწუნა იუნესკომ 2 მილიონს ითხოვდნენ მაშინ. დღეს 30 მილიონი დახარჯეს და იმ დოკუმენტში პირდაპირ სასამართლოში მე ხომ დღეს სააკაშვილის მოსამართლეები არიან რა, აი თქვენ შედით თუ ეს არ წერია ყველაფერი იქ რომ მე მოვიგე ეს თუ არ არის, თანაც წერია რომ არ ექვემდებარება გასაჩივრებასო, არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, მოვიდა ახალი ხელისუფლება, ახალი გარემოებებით გააკეთეს და წამაგებინეს მე. თქვენ მეუბნებით რომ თქვენ იყავით მაღალ ჩინოსანი, მე ვიყავი უბრალოდ მერი, გუბერნატორი, რომელსაც პრაქტიკულად უფლებები არ ქონდა. აი ეხლა ჩაუწერეს ბევრი რამ და აი თუ არჩეული გუბერნატორი იქნება, მე ვიყრი რა თქმა უნდა კენც იმერეთში და თუ იმერეთი დამიჭერს ხარს, საქართველოს ნახავს და ყველა ნახავს, ოღონდ არჩევნები უნდა ჩატარდეს იმის შემდგომ, რაც შეიცვლება ეკონომიკური სისტემა და საფინანსო სისტემა. მარტივ რამეს გეუბნებით, დღეს საქართველოში 95% ფული მოდის ცენტრალურ ბიუჯეტში. სააკაშვილი რომ ამბობს, ამდენჯერ გაიზარდაო, ტყუილია. რატო? იმიტომ რომ ძველ პერიოდში მოკავშირის დროს 30-35% რჩებოდა ადგილზე და 65-70% მოდიოდა ცენტრში. ეხლა 95% მოდის ცენტრში. თბილისის დოტაციურია, აჭარას დოტაციურია, იმერეთის, ქუთაისის, ყველა დოტაციურია. ეს არის იცით რა რომ დაიმონო შენ გამგებლები და გუბერნატორები და უთხრა რომ შენ თუ არ იქნები ჩემი, მე ფულს არ მოგცემ. ეს გააკეთა სააკაშვილმა. თუ ასევე ფიქრობს ბატონი ბიძინაევანიშვილიც, არც გუბერნატორობა ღირს, არც მერობა ღირს, არც გამგებლობა ღირს. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ბატონ თემურ, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ 26 მაისის ბევრი მონაწილე ელოდება გათავისუფლებას პოლიტპატიმრის სტატუსით. თქვენ როგორ შეაფასებდით თვითონ ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტში, შეგახსენებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ არა იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ამ თემასთან დაკავშირებით. მე ამაში ვერ ვხედავ პრობლემას. საერთოდ ის ორთავე ორგანიზაცია ძალიან აქტიურია და მე ვაფასებ მათ და ვთვლი რომ მე მათ ანალიზებს და მასალებს ვკითხულობ ძალიან სერიოზულად და ვთვლი რომ ისინი ძალიან სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, თუმცა ეს არ მაძლევს საშუალებას თქვა რომ რადგან ისინი არ მონაწილეობდნენ, ამის გამო თქვა ის პროცესი არ უნდა წასულიყო. მე ჯერ ერთი მადლობა მინდა უთხრა ყველას, სხვათა შორის არც ამ იურისტა ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციას და არც 52 მუხლს კონსტიტუციის არ ქონდათ არავითარი შეკითხვა 26 მაისთან დაკავშირებით. აი ისინიც აღიარებდნენ რომ ესენი მართლაც პოლიტპატიმრები არიან. ამისთვის ყველას დიდი მადლობა. ვინც იქ მე ხლა ერთი რამ არის რომ ვიღაცა მოწონს, მე ყველა შეიძლება არც ვიცნობდე იქ. მე უფრო მეც გეტყვით რომ შეიძლება გაცილებით მეტია. მე ვარ შენახვედრი უცხოეთში 200-ზე მეტ ადამიანს, რომელიც იყო პოლიტიკური დევნილი, იმიტომ რომ შეიძლება მისჯილი აქვს, მაგრამ დაჭერილი არ იყო და ნუ ამდენ პოლიტპატიმარი ვერ იქნებოდა, მაგრამ მისჯილი კი ქონდა. აი მაგალითად მინდა გითხრათ, აი სამი საქართველოს შედგება სამი რეგიონისაგან, ასე იყო არა, ნუ თავიდან აფხაზეთი, აჭარა და ოსეთი. ნუ ეხლა ვისაც კონსტანტინე სალია გვარს გეუბნებით კონკრეტულ პიროვნებას. აფხაზი კაცი, რომელსაც 90%-ზე მეტი ახლობელი ყავს აფხაზეთში დღეს და წამოვიდა აქეთ და ბიზნესში იყო ერთი აფხაზი კაცი. გერმანელებთან ერთად ჰქონდა ბიზნესი. ჯერ ვინც იცნობს კოტესალიეს, მან იცის რომ ესეთი წესიერი, გამოცდილებით და ყველაფრით კაცი, აი ის აიძულეს ბევრი რამის გამო და გაქცეულია და თავშესაფარი მიიღო გერმანიაში. აფხაზმა კაცმა. მეორე პიროვნება, მე არ ვიცნობ კიბარხალვეს. მაგრამ აჭარისთან არის დაკავშირებული, ხო, იქედან არის. ნუ ყველაზე მეტად დააწიოკეს ის, რომელსაც გერმანელებთან ჰქონდა, კიბარხალვასაც ურთიერთობები ჰქონდა, ესე იგი, ევროპელთან, ნუ ამასთან, რა ვიცი, რასაც აქებდნენ და ტელევიზია და ყველაფერი თავის დროზე მიცეს ხელში, ნუ თუ ესე იგი შენია, მაშინ კარგი ბიზნესმენია, თუ შენი არ არის, მაშინ იჭერ. ნუ ეს ჩემს გაუგებარია. ისევე როგორც აი კოჩა ძასოხოვიძის გამოქვეყნდა, ახლა ვიცნობი, აქ ვიდრე იყო არ ვიცნობდი. გამოქვეყნდა და ამბობს, რომ ესე იგი, როდესაც მივიდოდიო, ესე იგი, იმას ურეკავდაო ნოღაიდელსო, რომ იქნებო კვირაში 2-3 ჯერ შევხვდეთო კოჩა ძასოხოვსო და გმირს ეძახდა. მაგრამ როგორც შეთავაზა მას და უთხრა რომ გახდი დეპუტატი ხეობიდან ან იყავი მთავრობის თავმჯდომარე, ნუ ეს რო შეიქმნა ცხინვალის ადმინისტრაცია, რასაც ის თვითონ წერს, ამბობს რომ მე ვთქვია რომ არც ოსებისთვის არ არის კარგი და არც ქართველების არ არის კარგიო და დაწერა კიდევ ერთ პანდარას ზახილით ძალიან გავაფუჭეთ საქმეო, არა? ესე იგი აღმოჩნდა მართალი ის პიროვნება. დაუძახეს სად კაცი დააპატიმრეს ბათუმში, ჩამოიყვანეს დაპატიმრებული თბილისში.
და მიიყვანეს სამხედრო მინისტრთან, კეზერაშვილთან, პროკურორთან რომ მიიყვანათ, თქვა შინაგან საქმეთა მინისტრთან რომ მიიყვანათ, გასაგებია რა, ქიბარ იმასთან მიიყვანეს კეზერაშვილთან. კეზერაშვილი ეუბნება ან იღებ წინადადებას, ან შენი ბიზნესი დამთავრდა საქართველოში. კაცი ეუბნება რომ არა. ეძახიან кейს, შემოდის კეი და სამწუხაროდ ისაკაძე ბატონი გიორგი. ახლობელი ჩემთვის ძალიან მწუხვარ ამაზე. ბატონი გიორგი ისაკაძე. ეძახიან ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართავს. კალბატონი ყავდა მორიგე თურმე იმას მინისტრს, სამხედრო მინისტრს და ეძახის და პირველი შედის კეი და ეუბნება გადაიფორმეთ ამის ბიზნესი ყველაფერი. და კაცი რომ იჯდა იმაში რა ქვია პეკინის ოლიმპიადაზე რომ იყო სააკაშვილი და სხვები გამოდიოდნენ აქ რუსის ჯარს მოუძღვება წინოდა ამ დროს პეკინში იყვნენ ხლა ამის გადამოწმებას რა უნდა რა ნუ როდესაც ასე ებრძვი შენ აფხაზკაც ასე ებრძვი აჭარიდან წამოსულ კაც ასე ებრძვი თქვათ ოსკაც და ნუ აი რაღაც წარმოუდგენელი მე რა ვიფიქრო ამ შემთხვევაში აი შენ მე გეუნებით პირდაპირ ბეჟუაშვილზე მძიმე ბიზნესმენი საქართველოს არ ყოლია და არ ეყოლება მერაბ სამადაშვილზე მძიმე ბიზნესმენი ნაკიდი აქვს პრაქტიკულად ის რა ქვია ზესტაფონი არ ყოლია და არ ეყოლება მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ასე ხლა არ ვარ მზად ამაზე 15-20 ბიზნესმენი იჭერი იმას რომელსაც შეიძლება აქვს რაღაცა თქვა იგივე კოტესალიას რაღაცა შეიძლება ქონდა დარღვევა მაგრამ ბეჟუაშვილი რაც ბეჟუაშვილებმა უქნეს ჭიათურმან განობს და რაც ზესტაფონს აბესაძემ და ბეჟუაშვილმა რაც გაუკეთეს გააკოტრეს ეს ისეთი საუკუნის დანაშაულია ანუ მთავარი ეკონომიკური ღერძი ჭიათურა ზესტაფონი ტყიბული და თქვენ იცით ძალიან კარგად რომ ტყიბულში დღესაც ბეჟუაშვილია ყველა საბადოების უკან პირდაპირ თუ ირიბად ბეჟუაშვილია დაკავშირებული პარლამენტში ზის თვითმფრინავი იყიდა კაცმა პარლამენტარობის დროს ესე იგი შენი მეგობარი რადგან არის ხმას რადგან არიღებს კარგია თუ ვინმე მგითხრა რომ მე ამას არ ვეთანხმები იმას იჭერ ეს რა უბედურებაა ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე საერთოდ მინდა გითხრათ მე ჩავედი ქუთაისში როგორც ქალაქის მერი დაჭერით შეიძლება და ყველა დირექტორის დაჭერა ხმამაღლა ვამბობ მე ერთი კაცისგან ბორჯომი არ ვიცი რა არის დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ ჩემთან საქმე ჩააწყვან ქთამი მე მიიღო და არ არსებობს პიროვნება რომელსაც აი მე მამაპაპისეულ სახლს გარდა და ვცხოვრობ გამსახურდიას მეხუთე შესახვევი ნომერ პირველში ნახეთ რა მდგომარეობაშია სახლი მე თბილისში სახლი არ მაქვს მე მანქანა არ მაქვს არაფერი არ მაქვს დიდი თანამდებობები გავიარე გაიარეთ იმის სიხარულის ქუჩაზე 5 ნომერი 2 ნომერი ნახეთ 30 სახლის სიას დავდებთ ახლა ჩვენ და მივცემთ ახალ ხელისუფლებას და ვეთქვით გაარკვიეთ ბოლოს და ბოლოს ვისი ეს სახლები ეს სახლები არის დაკავშირებული პრეზიდენტთან მთავრობის წევრებთან სხვასთან ესე იგი ნიგერიული ცხოვრებით ცხოვრობდა ხალხი და არაფ შეიხებს შეშურდებოდა ისე ცხოვრობდნენ თვითონ აი ეს არის ძალიან მე გითხარით თქვენ ახლა პოლიტპატიმრებთან რადგან მკითხეთ გეუბნებით აი გიორგი ალანია ჟურნალისტია არჩეული იყო ჩეხეთში დეპუტატად არის დღეს ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი მე მხოლოდ სკაიპით მაქვს სასთან ურთიერთობა ვთვლი რომ ერთ-ერთი განახლებული საინტერესო პიროვნება არის აი კითხეთ მას თქვენ აი ეს კაცი ეხვეწებიან რომ აღიარე და გაგათავისუფლებთ მაშინვე არ აღიარებს ეს კაცი არაფერს თანაც როგორ ეს არის ვთქვათ დაპატიმრებული იმის გამო რომ თქვათ გამსახურდიას გვარდიაში იყო მე ხო გეუბნებით არა ნუ ეხლა აი პიროვნება აგერ თუნდაც თქვენი კოლეგა შანსის რედაქტორი რომ იყო ბატონი ბონდო ქურდაძე წავიდა კიევში და მივიდა იმ უნივერსიტეტში სადაც სწავლობდა სააკაშვილი ეს პრაქტიკულად კგბ-ს უნივერსიტეტი იყო და მოითხოვა პირადი საქმე პირად საქმე დაუწერა წერალი რექტორმა დაადო რეზოლუცია რომ ესო საჯარო პიროვნება არისო ბატონი სააკაშვილიო და ამის გამო მან უნდა მოგცესნებაო არ არის მართალი იმიტომ რომ საჯარო პიროვნებაზე პირიქით ღია უნდა იყოს ყველაფერი თუ ეხლა პირდაპირ გეუბნებით მე როცა ქუთაისში ვიყავი გამოცხადებული მქონდა დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჩემს სახლში შედით საძინავს მაცივარი რა არის როგორ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ და ერთი 300-400 კაცია ნამყოფი ჩვენთან ასე მინასტველი სახლში უნდა იცოდე თუ მე ამერიკის პრეზიდენტი შემიძლია დღეს რო ვიყო ამერიკაში ვნახო საცხოვრობს და მე ამერიკელებმა გამაგებინესო სიხარულის ქუჩა ნომერ 5-ში ვილა ქონდა აშენებული სააკაშვილის ეს ფილმი რო გადაიღეს ამერიკელებმა იქ ნახეს რომ პირდაპირ ამბობენ რომ სააკაშვილის ვილაში ვეწვიეთო აქ დამალული იყო ყველაფერი ესენი აი გეუბნებით რომ როდესაც ასეთი ფაქტები გვაქვს ჩვენ როდესაც ამას ვეხებით ნუ ახლა მე რამდენი რამ ჩამოგითვალეთ თქვენ და ნუ ხანიკეთ ახლა მაგრამ მინდა აი უბრალოდ იშვიათად ვარ თქვენთან აქ და მინდა გითხრათ ის რომ მე არავის არ ვებრძვი მე უბრალოდ ვამბობ არსებობს თემურ შაშიაშვილი ხომ შეისწავლეთ ბატონო ყველაფერი რაც გინდათ მასთან დაკავშირებით
მაგრამ დაადგინეთ სამართალი. არსებობს მერაბიშვილი არა? ნუ ეხლა ვისაც მერაბიშვილი გონია რომ დაჭერილი არ უნდა იყოს, მე უბრალოდ ამ ადამიანს დაჭერილი იმის გამო კი არა რომ ბიზამისმა რაღაც გააკეთა. ნუ ეხლა ვიმეორებ რომ ჯერ ერთი საქართველოს არ შეიძლება ის პრემიერ-მინისტრი ყავდეს, რომელმაც ინტერვიუ მიცა, რომ მე ქართული არ მწამს არაფერი, არც მართლმადიდებელი ვარ, არც არაფერი რელიგია არ მწამს, ქართული ტრადიციებს მხოლოდ ამერიკულს ვაღიარებო და გამოვიდა ეს კაცი და თქვა, რომ სახელმწიფო უნდა ერეუდეს ბიზნესში. ამერიკულს ვაღიარებო. ამერიკა არის ძლიერი იმით, რომ ამბობს, რომ ბიზნესს უნდა დაანებოს სახელმწიფომ თავი. ანუ არც იცის. რა არის ის, მაგრამ გონია რომ აი ამერიკული. თქვენ იცით ახლა რომ გამოდის ძალიან ბევრი და ლაპარაკობს ტოლერანტობა, ლაპარაკობს აი ესეთ გამოთქმები აქვს, რომ აი სამოქალაქო საზოგადოება გულწრფელად გეუბნებით, რომ მე უკვე აღარ მჯერა იმისი, რასაც ვინც იბრძვის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ჯერ ერთი ძალიან ცნობილი ადამიანები ამბობენ, სამოქალაქო საზოგადოება არ არის მომავალი ქვეყნის. საქმის მომავალი არის ადამიანური საზოგადოება. მოქალაქე ცხოვრობს კანონით, ადამიანი ცხოვრობს ზნეობით. მე მინდა რომ მუხრან მაჭავანიანი რო ამბობდა ზნეობის ტყვეობაში ცხოვრება. აი ეს არის ჩემთვის თავარი. ზნეობის კანონებით ცხოვრება. მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოებას ვინც ლაპარაკობს დღეს, ეს ლაპარაკობს გრანტისთვის. ტოლერანტობაზე ვინც ლაპარაკობს დღეს, ლაპარაკობს გრანტისთვის. მე არ მინდა გრანტისთვის სამოქალაქო საზოგადოება, მე მინდა ადამიანური საზოგადოება. იმიტომ რომ საქართველოს მომავალი არის ადამიანურ საზოგადოებასთან დაკავშირებული. ბატონ თამარ ბურჯანაძესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, უკვე გაკეთდა ხმამაღლა კოალიციის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომ ნინო ბურჯანაძე შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც მთავარ კონკურენციას გაუწევს ნაციონალებს. რა ხდება სახალხო კრებაში, თუ გაქვთ თქვენ კიდევ შეხვედრები, რომელსაც ყოველთვის მართავდით აქტიურად და როგორი პოზიცია, რამდენად ემზადება თვითონ ქალბატონი ნინო პოლიტიკურად გააქტიურებისთვის? დღეს 5 საათია სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს ხდომა. ჩვენ ვთქვით, რომ 100 დღის განმავლობაში და შემდგომად შევეცდებით, რომ ის პროგრამა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ვიყოთ იმ პროგრამის მხარდამჭერები, ვიდრე თვითონ ბატონი ბიძინა და ქართული ოცნება უჭერს მხარს, მისი მხარდაჭერებიც ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრამას, რომელიც ძალიან ძლიერი და კარგია, როგორც გითხარით. რაც შეეხება სახალხო კრებას, არა მარტო სახალხო კრება, არამედ თვით ქალბატონი ბურჯანაძე სერიოზულად ემზადება. ამას გზნობ კიდევაც, ეხლა ჩვენ პოლიტიკური პარტიების რაღაც გარკვეული კონსულტაციები გვაქვს და ვხედავ ამას. მას აქვს სურვილი, რომ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე და თვითონ აპირებს, კრებას აქვს სურვილი, რომ ვინმეს დაუჭიროს მხარი, ალბათ კრებაში ამ საკითხზე იქნება ალბათ მსჯელობა სპეციალური. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაპირებთ, რომ თეთრები და ვთქვათ ის პარტიები, რომლებსაც აქვთ პროგრამები, ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებსაც აქვს პროგრამები და ესენი მე ამიტომ მოვედი, რომ ჩვენი პროგრამული ელემენტები მე ყველას ვეუბნები. კიდათ თანამშრომლობა, მაჩვენეთ თქვენი პროგრამები, მაჩვენეთ თქვენი ანალიზები. ვისაც არა აქვს ეს, მე უბრალოდ ვგზნობ, რომ ის იბრძვის სკამისთვის. სკამისთვის ბრძოლა დღეს ქვეყანაში არის წარმოუდგენელი. ნინო ბურჯანაძეს დარწმუნებული ვარ, რომ ესე იგი სერიოზული გუნდი ყავს, ანალიტიკური, დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ჩვენ ეს არ გაგვიერთიანებია, კრებაში რაც არის ვხედავ ამას. ნინო ბურჯანაძეს რასეც იყო ბოდიში მოსახდელი მოიხადა მან 7 ნოემბერთან დაკავშირებით განსაკუთრებით და მე ამის გამო ძალიან ვაკრიტიკებდი იმას და ვთქვათ იყო მომენტები რომ ჩვენ ძალიან დაპირისპირებული ვიყავით სახალხო კრება მე მაჩვენა აი ისეთი ნონა გაფრინდაშვილი რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი თქვენ გარეთ ისეთ ნონა გაფრინდაშვილს ვერ ხედავთ ვერც კაც წარმოგიდგენიათ მე ვიმეორებ რომ კრებაში მთავარი სიტყვის მთქმელი არის ნონა გაფრინდაშვილი და ეს არის მისი სიძლიერე ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც თქვათ მეც ან ქალბატონინოს ამ ბევრს გვინდოდა ქალბატონი ნონა ბლოკავს და ამბობს რომ არა ესე. თუნდაც აი ბატონი ბიძინას მიმართ ჩვენ მქონდა რაღაც გარკვეული ისინი და თქვა რომ მე კრების სახელით გარკვეული პერიოდით და ქალბატონი ნონა განსაკუთრებულად უჭერს ხერხს ბატონი ბიძინა ივანიშვილს და ნუ ამის გამო ჩვენც ესე იგი ვიმეორებ რომ მე ძალიან მიამაყება იმით რომ აი უბრალოდ მე ვიცნობ ისეთ ქალბატონ ნონას რომელსაც გარეთ ან არაფასებენ ასეთად, ან არ იცნობენ ასეთად. და ვინმეს გონია, რომ იქ ან ნინო ბურჯანაძე, ან თემურ შაშიაშვილი, ან ჩვენ პოლიტიკოსები რაღაც ამას ხვედდეთ. ვიმეორებ, კრებაში მთავარი სიტყვის მთქმელი არის ნონა გაფრინდაშვილი. ნონა გაფრინდაშვილის არა აქვს ჯერ ჩამოყალიბებული და ამბობს ხმამაღლა, მე საპრეზიდენტო არჩევნებში ვის დაუჭერ მხარს გადავწყვეტ.
კრებას შეიძლება კონდეს სხვა აზრი, მე შეიძლება მქონდეს სხვა აზრი. აი ეს არის თქვათ, აი როგორც იტყვიან, მე ამას ვეძახი დემოკრატიას. ის რომ თქვათ, კრება ძალიან ძლიერი ორგანიზმია დღესაც, რომ ჩვენ ყველა რეგიონში გვყავს წარმომადგენლები. ის რომ თქვათ, ბურჯანაძე ძალიან სერიოზულად ფიქრობს არჩევნებზე. ისიც რომ თქვათ, ჩვენ გარკვეულწილად ბურჯანაძემ და ჩვენ ორმა ორგანიზაციამ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა გავიზიაროთ, იმიტომ რომ მან თავში თქვა უარი, არ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და წინა დღეებში მეც მოხსენი და ვთქვი, რომ აი ქუთაისშიც მოხსენი და ყველგან ჩვენ გარკვეულწილად ავიღეთ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა უბრალოდ მხარი დაუჭიროთ, არამედ უთხრათ სათქმელი პირდაპირ, რაც იქნება. თქვენ ამას ნახავთ ყველაფერს. Thank you.